მას შესთავაზეს ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. მხოლოდ ერთი სიტყვა უნდა ეთქვა. 1609 წელს თურქები და ყირიმელი თათრები ქართლს შემოესივნენ. მეფე ლუარსაბ მეორე მცირეოდენ ამალასთან ერთად ცხირედის ციხეში აღმოჩნდა და მათი განადგურება გარდაუვალი ჩანდა. მაგრამ მაშინ გამოჩნდა ერთი ადამიანი, მღვდელი თევდორე. იგი თავის ტაძართან შეიპყრეს და უბრძენეს მეფის სამყოფელისკენ გზა ეჩვენებინა. მან კი სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანა მტერი და ტყეებში წრეებზე ატარა. თედორემ იცოდა, რასაც აკეთებდა. ისიც იცოდა, რომ მამას საკუთარი სიცოცხლით გადაიხდიდა. ურჯულოები როგორც კი მიხვდნენ, მღვდელმა უფრო დააშორა მეფის სამყოფელს, სიკვდილით დასაჯეს იგი. მან თავი შესწირა მეფისა და ქვეყნის გადარჩენას. ამ დროში მეფე ლუარსაბმა შეძლო ძალების შეკრება და მტრის დამარცხება, მაგრამ მისი განსაცდელი აქ არ დასრულებულა. მეფე ლუარსაბი შაჰ-აბასმა მოტყუებით ვითომ სანადიროდ წაიყვანა სპარსეთში და დაატყვევა. ერთხელ დიდმარხვის დროს შაჰმა მეფეს სადილზე თევზი შესთავაზა. დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა. ყალხორდს შემომთავაზა. შემდეგ ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო. გაამჟღავნა ლუარსაბმა შაჰის დაფარული განზრახვა. სიბრაზისაგან გაცოფებულმა შაჰმა პირდაპირ ქრისტეს უარყოფა და ალაჰის აღიარება უბრძანა მეფეს. მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც არ აღმოსრულებს შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელი ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო. ხნედ უპასუხა წმინდა ლუარსაბმა. იგი შეიპყრეს და 7 წელი აიძულებდა ერთ რამეს, უარეყო ქრისტე. ყოველდღე უბნებოდნენ, უარყავი ქრისტე და იცოცხლე. პასუხი ყოველთვის ერთი იყო. მთელი ქვეყანა რომ მომცეთ, მაინც ვერ უარყოფ. მან სიკვდილი აერჩია, მაგრამ წმენა არ უარყო. ბოლო წუთებამდე მუხლებზე იდგა და ლოცულობდა. როცა მოკლეს, იმ ღამით მისი სხეული ნათლით გაბრწყინდა.